ჰამასი შესაძლოა თავის დამალულ ინფრასტრუქტურას ყატარიდან თურქეთში გადაჰქონდეს. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანის ანგარიშის მიხედვით, რომელიც პალესტინურ წყაროებს ციტირებს, ჯგუფი ემზადება დაგეგმვისა და კიბეროპერაციების გადასატანად მას შემდეგ, რაც დოხამ ჰამასის ლიდერებზე ახალი შეზღუდვები დააწესა. გარდა ამისა, თურქეთში დაფუძნებული ყაობის საქველმოქმედო ორგანიზაციის გლობალური დირექტორი ბრიტანეთში დააკავეს და აშშ-ის ხელისუფლებამ მას ბრალი წაუკენა, რომ ეგრეთ წოდებული საქველმოქმედო ორგანიზაციას ჰამასისთვის ფულისა და მარაგების გადასატანად იყენებდა. ერთად, ეს ანგარიშები კიდევ უფრო აძლიერებს კითხვებს იმის შესახებ, ხდება თუ არა თურქეთი ჰამასის მთავარი ოპერაციული და ფინანსური თავშესური თავშესაფარი. ჰამასის ფინანსური ოპერაციების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩვენთან ერთად არის ალოფირი, ჰამასის ეკონომიკის ექსპერტი. ალ, ძალიან გვიხარია, რომ დღეს 24 News-ზე ჩვენთან ერთად ხართ. ამჟამად ზავის პერიოდში, როცა ისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ აკონტროლებენ ღაზას სექტორის 60%-ზე მეც, როგორ ახერხებს ჰამასი, თუ საერთოდ ახერხებს თუ არა ჰამასი თანხების ღაზაში შემოტანასა და იქიდან გატანას? არსებობს დიდი მცდარი წარმოდგენა, რომ ჰამას გარედან სჭირდება დაფინანსება, ჰამასის დაფინანსების უმეტესობა შიდა წყაროებიდან მოდის. ისინი ფულს ღაზაში შოულობენ. რაც შეეხება იმ თანხებს, რომლებიც მათ გარედან, მაგალითად თურქეთიდან ან სხვა ადგილებიდან მიეწოდებათ, ისინი ამ თანხებს გარესაქმიანობისთვის იყენებენ და არა გაზის შიგნით. ასე რომ ის აზრი, რომ ჰამასი ყოველთვის იღებს დაფინანსებას გარედან ღაზაში, არასწორია. ისინი იღებენ გარედან ბევრ დახმარებას მთელი მსოფლიოდან, რომელიც შემოდის როგორც დონაცია და როგორც საქონელი. და მთელი ის საკვები და რესურსები, რომელსაც მსოფლიო უხვად აწვის ღაზას მილიარდობით დოლარის ოდენობით და რას აკეთებს ჰამასი? ისინი აგროვებენ გადასახადებს, ისინი აგროვებენ დაცვის ფულსაც. ასე რომ ისინი ფულს შოულობენ ღაზას შიგნით. სინამდვილეში მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ღაზაში მიღებული თანხები გადაიტანონ და გამოიყენონ თავიანთი ოპერაციებისთვის დასავლეთ სანაპიროზე. კარგი, ეს როგორ მუშაობს? როცა ისრაელი ამჟამად აკონტროლებს ყველა დერეფანს, რომლითაც ჰუმანიტარული დახმარება შედის და გამოდის ღაზას სექტორიდან, ისრაელი ამას აკონტროლებს. რაფაის სასაზღვრო გადასასვლელი ეგვიპტესთან არ არის გახსნილი. აკონტროლებს თუ არა ისრაელი ეფექტურად ამ ფულსა და კომერციულ საქონელს, რომელიც გადაადგილდება? არ არის საჭირო მისი კონტროლი. ეს კონტროლის საკითხი არ არის. ეს რესურსების საკითხია, რომლებიც შედის ღაზაში. როგორც კი ისინი ღაზაში აღმოჩნდებიან, ჰამასი მათზე გადასახადს აწესებს, ჰამასი აკონტროლებს ღაზას ეკონომიკას, ასე რომ ისინი ტრადიციულად წლების განმავლობაში აწესებდნენ გადასახადებს ღაზაში ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობაზე და ამას დღესაც აკეთებენ. ყველა ეს ჰუმანიტარული დახმარება საბოლოოდ ის უბრალოდ უფასოდ არ ნაწილდება. და თვითონ გაეროს ორგანიზაციაც კი მათ ჰამასისთვის უნდა გადაიხადონ დაცვის ფული, რომ მათი დახმარება არ გაძარცვო. და რა თქმა უნდა, მთელი კომერციული აქტივობა, ღაზაში ბევრი საქმიანობა, ბევრი საქონელი, რომელიც ღაზაში შედის, კერძო ხელებში ხდება, ამ ადამიანებს იმისთვის, რომ შეძლონ ამის გაყიდვა და თავიანთი ფინანსური ოპერაციებისა და საქონლის რეალიზაცია ღაზაში, ყოველთვის ჰამასისთვის უნდა გადაიხადონ. ასე რომ ჰამასი სინამდვილეში არის იცით, ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ისწავლა, როგორ ამოიღოს ფული ყველა იმ არაფინანსური და არამილიტარული დახმარებიდან, რომელიც ღაზაში შედის. და ამას გარდა არსებობს გაეროს ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად არიგებენ ფულს ღაზას მოსახლეობაში. ღაზას მოსახლეობაში. და ეს ფული ელექტრონულად შედის, რათა გადაიქცეს ნაღდ ფულად, ღაზაში ბანკნოტების დეფიციტია. ეს ჰამასის ფულის გადამცვლელები არიან, რომლებიც ამაზე საკომისიოს იღებენ, ზოგჯერ დაახლოებით 30%-მდე. ასე რომ ჩვენ ვხედავთ მილიონობით დოლარს, რომელსაც ჰამასი ყოველ თვე იღებს იმ დახმარებიდან, რასაც მსოფლიო ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სახით აგზავნის. თქვენ ამტკიცებდით, რომ ისრაელმა უნდა დახუროს კერემ შალომი და ყველა რესურსი უნდა გადიოდეს ეგვიპტის გავლით, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით. მაგრამ როგორ დაასუსტებდა ეს ჰამას ფინანსურად? რა განსხვავებას გამოიწვევდა ეს? მე ვფიქრობ, რომ ჰამასი სარგებლობს შესაძლებლობით, რომ შანტაჟი გაუწიოს ისრაელს.
ეგვიპტესთან ურთიერთობა მათთვის ბევრად უფრო რთული იქნება. ისრაელს მუდმივად შანტაჟს უკეთებს მთელი მსოფლიო. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს ისრაელი. ის ყოველთვის გამოჩნდება როგორც ცუდი მხარე, შეგიძლიათ იდავოთ, რომ ისინი აკონტროლებენ და ზღუდავენ ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანა შედის ღაზაში, მსოფლიო მაინც ისრაელს ხედავს როგორც ცუდ მხარეს, რომელიც ხელს უშლის დახმარების მიწოდებას ღაზაში. და მე ვამბობ, რომ ნამდვილად უნდა მივცეთ ეგვიპტეს ფინანსური და ეკონომიკური კარიბჭის როლი ღაზისთვის. ასევე დაუჯერებელია, რომ ეს არის ერთადერთი ომი მსოფლიოში, რომელშიც ეგვიპტე როგორც ქვეყანა, რომელიც მდებარეობს მეზობლად ომის ზონასთან, არ გახსნა თავისი საზღვრები და არ მისცა ლტოლვილებს ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლის უფლება და ისრაელმა უნდა გააკეთოს ზუსტად საპირისპირო იმისა, რასაც დღეს აკეთებს. მან უნდა გამოაცხადოს, რომ ღაზა არის სუბიექტი, მთრული სუბიექტი და არა ეკონომიკური პარტნიორი და დახუროს საზღვარი და მისცეს ღაზელებს ეგვიპტეში თავისუფლად გადასვლის უფლება. ზოგიერთი საინტერესო ინფორმაცია ჰამასის ეკონომიკის შიდა მექანიზმებზე. აიად ალ-ფარაჯ, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან i24 News-ზე. დიდი მადლობა, ნიკო.